დილამშვიდობისა დღეს 8 ივლისია დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგინემ სიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ თუ ვინქნებიან ჩვენ სტუდიის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 8 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ქალწულმოწამე ფებრონიას და მის თანამოწამეებს, ღირს დალმატიის ეტელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას ვილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. სულიერი ზრდის მნიშვნელობა მრევლისთვის ეს იქნება ჩვენი სასაუბრო თემა მოძღვართან. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულების შესახებ და სტუდიის სტუმრები იქნებიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბუნებრივი მინერალებისა და პიგმენტების ლაბორატორიის გამგე, გეოლოგიის დოქტორი მურად ტყემალაძე და კურსდამთავრებული დავით რუხაძე. ჩვენი სტუმარი იქნება ასევე გადაცემის დასკვნით ნაწილში ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი. მისი მოსვლა ჩვენთან ყოველთვის ასოცირდება ხოლმე ცხოვრების ჯანსაღწესთან, ფიზიკურ აქტივობასთან და დღესაც ვფიქრობთ ჩვენ სტუმართან ერთად ბევრ საინტერესო და საჭირო საკითხზე ვისაუბრებთ. საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზი და შევიტყოთ როგორიანია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. მშვიდობისა, მამა გიორგი.
მოგესალმებით დილა მშვიდობის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ეს არის სულიერი ზრდის მნიშვნელობა მრევლისთვის. პირველ რიგში რომ განმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, რას ნიშნავს სულიერი ზრდა, როგორ იზრდება სულიერად ადამიანი, რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ადამიანი. მოკლედ პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პირველ რიგში ადამიანმა უნდა შეიმეცნოს ის, რომ ადამიანის ბუნება ორი ნაწილები არის, სულიერი და არის შვინვერი, ანუ სხეულებრივი, ხო, ფიზიკური და სულიერი. ამის შემდეგ უკვე, როდესაც ადამიანმა ეს, როგორ გითხრათ, იცით, ამ გზას დაადგა, დაინტერესდა ამით. თუ არ დაინტერესდა ადამიანი ამით ზოგადად, რომ აი ისწავლოს ის, რაც გარდაცვალების მერე ჩემში გადარჩება, ის რაც გააგრძელებს მარადიულ ცხოვრებას, რა არის ეს, ანუ რა არის ეს ჩემში და როგორი უნდა იყოს ეს, ანუ როგორ უნდა მოემზადოს, ხო? აი სულიერი ზრდა ეს არის, ანუ სული მოამზადოთ იმისთვის, რომ გარდაცვალების მერე ის რომ განეყოფა აი ამ შვინვიერ სხეულს, ხრწნად სხეულს, როგორ გააგრძელებს, რა ფორმით გააგრძელებს ცხოვრებას და ამაზე მოკლედ წმინდა წერილიც ბევრს გვასწავლის, ამაზე მოკლედ მთელი საეკლესიო 2000 წლოვანი გამოცდილება ამას გვასწავლის და ეს არის აუცილებელი, აი დაინტერესდა ადამიანი, ეს ორნაწილედობა მოკლედ დაინტერესდა მონაწილეობით და შემდეგ მოკლედ ესე ვთქვათ, სულის ცხონებისთვის და სულის მარადიული სიცოცხლეზე უნდა დაინტერესდა. ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანმა დაიწყოს რაზე ფიქრი, რომ ისე იგი ზრდა სულიერი არის ადამიანის სული მკვდარია, თუ კი მას სულიწმინდის მადლი არ ყვებავს. აი ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ადამიანმა რაც არ უნდა აკეთოს. ანუ სულ რომ რა ვიცი, აი კეთილი საქმეებიც აკეთოს რაღაც, ანუ ის რაც ზნეობრივად არის და მიღებული საზოგადოებაში, რაც არ უნდა აკეთოს, ეს იქნება მისი მშვინვიერი ნაწილის, ანუ გრძნობითი, რაღაცა ემოციური ნაწილებით იქნება მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ეხება სულის ნაწილს. პირდაპირ გაგებით არ ეხება სულის ნაწილს. ანუ სულის მაცოცხლებელი, ესე რომ ვთქვათ, გამფრთხობა, ანუ გამოფხიზლება სულისა და ზრდა ხდება მხოლოდ სულიწმინდის მადლით. ანუ ღმერთი, როდესაც ეხება, ანუ ადამიანის სულს, როდესაც მადლი სულიწმინდისა მოდის ადამიანის სულზე, ის ფხიზლდება და აი მაშინ აუწყებს უკვე ადამიანს შინაგანად, რომ აქ ვარ. აი მეც ვარ, აი აქ ვარ, მე ესეთი ვარ, აბა დაინტერესდი ჩემით რა. თუ არა ღმერთი, ადამიანი ამას უბრალოდ თვითონ თავისთავად ვერ შეძლებს. და როდესაც აი ამას, ისე იგი მიხვდა ადამიანი ამას, რომ მადლი ჭირდება ღმერთისა, აი შემდეგ უკვე იწყებს ამ მადლის ძიებას. ანუ მადლი მინდა, ანუ ჭირდება მე რომ სულის გამოფხიზლება მოხდეს და ზრდა მოხდეს და ნახეთ როგორ არის. სულს აქვს, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, სულს აქვს გარკვეული ასაკების მდგომარეობა. ანუ განვითარების. ეს არის ჩვილობის ასაკი, ეს არის ყრმობის ასაკი, ეს არის ჭაბუკობის ასაკი და ეს არის სრული ასაკი ქრისტესი, ანუ უკვე როდესაც ადამიანის სული, აი როდესაც დიდი მამები იყვნენ, რაღაცა იქ ქრისტეს ასაკს ისე იგი მიღწეულები, ხო? და აი როდესაც ამას ხვდები უკვე, ანუ ადამიანი როდესაც ამას ხვდები, უკვე საღვთო მადლის მოხვეჭის საშუალება, ანუ საჭიროება დგება. და აი აქ იწყება უკვე სადმოუძებნო ეს მადლი, ღმერთთან როგორი ურთიერთობა და პირადი ურთიერთობის მერე ადამიანი მიდის უკვე ანუ ეკლესიაში. ანუ ის რომ ნახეთ ღმერთი არსებობს, ჩემი სული უკვდავია. ამის მერე ადამიანი იწყებს აი ამ ხვდები რომ ღმერთის გარეშე ჩემი სული მკვდარია, ამიტომ ვეძებ ღმერთს და ღმერთს ვეძებ უკვე სად? ვეძებ ყველაზე მეტად ახმატებულად, სადაც არის მოკლედ ეკლესიაში და მის საიდუმლოებებში. ანუ ნახეთ როგორ არის, ყველა რელიგიას აქვს თავისი გარკვეულწილად ესე რომ ვთქვათ, მსახურებები, რომელიც გარეგნულია და შინაგანი. აი, როდესაც მე მივედი ტაძარში და საიდუმლოს ვესწრები, მოდი ავიღოთ მაგალითად, კიდაც ლიტურგია ავიღოთ ყველაზე აღმატებული, ხო, დღეს ყველანი უფრო მეტად აი კვირას ვცდილობთ რომ ლიტურგიაზე ვიყოთ, ადამიანი მივიდა ლიტურგიაზე, ხო? რა განსხვავება მაგალითად სხვა რელიგიებს შორის და მართლმადიდებლობას შორის, რომ იმ გარეგნულის იქით ჩვენ ვეძებთ ზუსტად აი იმ შინაარსს.
არასოდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ყოფილა ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი. აი ეს უნდა დავიმახსოვროთ. ანუ თუ მე ფორმებში დავრჩი, არავის არ მინდა იმას, აი თუ მე გალობის გამო მივედი, ძალიან ლამაზია, ხო? თუ მე მოკლედ ლამაზი ტაძრის მოხატულობის გამო, ან მისი არქიტექტურის გამო, ან ისე იგი რაღაცა გარკვეულწილად გარეგნულად ლამაზად ჩატარებული მსახურების გამო, მხოლოდ და მხოლოდ ამაში დავრჩი და შინაარსში არ დავიწყე და ანუ სული არ გამოფხიზდა და მხოლოდ ჩემმა ემოციურმა და გზნობითმა ნაწილმა იმუშავა იმ თუნდაც მსახურების დროს, მაშინ სული არ ცოცხლდება. ანუ მადლი არ ეხება სულს და აი მოხდება რა იცით? აი მე კიდე ქვემოთ რო გავაგზელებ, გეტყვით რატომ მოხდება ეს და თავიდან დავსვა უბრალოდ. მოხდება რა? ერთ დღესაც უბრალოდ დარჩები სახლში. და მიხვდები რომ სინამდვილეში არაფერი დიდი განსხვავება არ არის. ანუ შენს იმ ადამიანს შორის რომელიც იქ იდგა და აი შენს იმ შორის რომ სახლში ხარ, დიდი განსხვავება არ არის. ერთი დღე იქნები მე მეორე კვირას დარჩები სახლში, მესამე კვირას დარჩები და მიხვდები რომ არ დამაკლდა არაფერი. ერთადერთი რაც დამაკლდა ის აი ემოციური და გზნობითი მომენატრა გალობა. მომენატრა ტაძარში მისვლა, მაგრამ არ მომენატრა რა, ანუ მთავარი არ მომენატრა რომ სული შიმშილობს და სულს შია მოკლედ მადლის მოხვეჭა, ანუ სულს წყურია მადლი. და აი ნახეთ უკვე როდესაც აი ამ შინაარსსა და ფორმასა და შინაარს შორის ჩვენ უკვე ანუ რა მინდა ვთქვა თავში ეს არ ხდება. ანუ ჩვენ რომ მიდივართ ახლა ნუ რა ვინ უიტყვის იმას რომ ეგრევე შინაარსშიც თქმა ეს არ ხდება. წეგან ასაკები მაგითო ჩამოვთვალე ხო არის ჩვილობის ასაკი, მერე ყრმობის ასაკი, ესე იგი შემდეგი ასაკი რომელიც მოკლედ რომელსაც ჭაბუკობის ასაკი, რომელსაც პავლემოციკული გასწავლის. ამიტომ ზრდის პროცესია. ზრდის პროცესია და ამიტომ როცა მივედი მთავარია რომ ვიცოდე რომ იმას რასაც გარეგნულად უყურებ ეს არ არის მთავარი. აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ამის შიგნით მართლმადიდებლური სამყარო ძალიან ღრმა. ძალიან ღრმა. ამის იქით აი რა არის ჩვენი მსახურება იცით? რომ ჩვენს მშვინვიერ ნაწილს ანუ სხეულის ნაწილს ისეთ მსახურებაში ჩართავს რომ მას მსახურად გახდის სულისა. აი ნახეთ ჩვენ როდესაც ვგალობთ ან მე დავითნეო სტიქაროსანი როდესაც მსახურობს, ყდელი როდესაც მსახურობს, მრევლი როდესაც თანამსახურობს, ხო? ეს მსახურებას ნახეთ დაუკვირდით რა არის მართლმადიდებლური მსახურება, რომ ჩვენი მშვინვიერი ნაწილი, გრძნობები, ემოციები, ჩვენი სხეული მოიყვანოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სულს მისცეს საშუალება იმოძრაოს და ღმერთი ეძებოს. თორე ჩვენ რო გარეთ ვართ, ხო, სხვა რაღაცებით ვარ დაკავებული. მანქანა მოვიდა ვიღაცამ გამისწრო, იმან საყვედური მითხრა, იმას გამოველაპარაკე, იმან ემაზე დამელაპარაკა, ამას და ანუ ფაქტობრივად ჩვენი ეს მშვინვიერი ემოციური მხარე ცრიანა ჩართული ამაში და სულს აღარ აძლევს საშუალებას იმისას, რომ მან იმოძრაოს. და აი როდესაც თავისთავად მსახურებაზე ჩვენ ვდგევართ მართლმადიდებლური მსახურება, როდესაც არის ეს მართლმადიდებლური მსახურება ზუსტად ამას განაპირობებს, რომ ჩვენი სხეული და ჩვენი მშვინვერი მხარე წესრიგდება ისე, რომ სულმა დაიწყოს მოკლედ მოქმედება და ზრდა. ეხლა რა მინდა ერთი ნაწილი კიდე გადავიდეთ, მე თქვენს კითხვას კიდე იმას. ნახეთ, ძალიან მარტო ეხლა ყველანი იტყვია რომ როგორ. ესე როგორ რა გავაკეთოთ, ხო? აი, როდესაც ჩვენ მივედით ტაძარში და დავიწყეთ სულიერი ცხოვრება, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სულზე ბავშვობიდან მოყოლებული, მით უმეტეს თუ ჩვენ ამიტომ არის აი ეკლესიაში ზრდა ბავშვისა, მოკლედ ყოფნა ეკლესიაში, მუდმივად ანუ ზიარება, მოკლედ აი ამ სულიწმინდასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მიხვდებით რატო ვამბობ ამას. შეიძლება გვაკრიტიკებენ ხოლმე დააცადეთ ბავშვებს, მოკლედ რაღაცნაირად გაიზარდონ და თვითონ აირჩიონ და ეხლა მე გეტყვით უბრალოდ რა არის ამის ხედვა და რატო მოკლედ ჩვენ სანამ მოკლედ ბავშვები ვართ, მოზარდები ვიყავით, ხო? ჩვენ სულზე, ანუ ესე რომ ვთქვა, სულის გარშემო ძალიან დიდი ესე რომ ვთქვა, გალავანი აშენდა ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისა, რომელიც ამ სულს აი არ აძლევს საშუალებას იმოძრაოს. აი რომ მოვედით ტაძარში, მინდა მიაქციონ ყურადღება ჩვენმა მრევლმა სამ რაღაცას. პირველი რა გალავანი რისგან შედგება ეს აშენებული გალავანი? პირველი აი ეს ფრაზას, რასაც ახლა მევიტყვი თუ დაიმახსოვრეთ, ძალიან კარგი იქნება. დათესავ ქმედებას, მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას, მოიმკი თვისებას.
აი ნახეთ ჩვენ ვართ როგორ იცით ჩვენი მდგომარეობა არის რომ არის რაღაცები რასაც ვაკეთებთ მარტო მოქმედებების დონეზე რისი აღიარებაც არ გვიჭირს ხოლმე აღსარებაში იმიტომ რომ მარტივია ხო იმიტომ რომ ამას 1000 ერთხელ ვაკეთებ აი სადღაც თუ კი წავაწყდი რაღაცას ნუ იმას გავაკეთე და მე მივდივარ და იცი რა ვიღაცა საყვედურა რაღაცა ისე ამაზე ადვილია საუბარი. ანუ საუბარს რას გულისხმობ ხა განწმენდის პროცესი. ეს გალავანი რო დავშალოთ ამ წუთისოფლისა რო სული გამონთავისუფლესო მოძრაობა დაიწყო. სანამ ეს გალავანი დგას, სულს არ აძლევს ამის არ გინდა ტაძარში დადექი, გინდა მონასტერში დადექი, სადაც გინდა დადექი, უბრალოდ გამონთავისუფლებული არ არის შენი ის რომ სულმა შეძლოს ღმერთთან მისვლა. ეს ეგან ამიტომ თქვი რომ ჩვენი მსახურებები თქო ჩვენ შვინვე ნაწილს ამშვიდებს გზნობებს და ემოციებს და სულს აძლევს საშუალებას რომ წავიდეს მაგრამ აი ნახეთ ისე იგი ჩვენ ეს გალავანი ამ სამი დუღაბისგან შედგება აი სამი ნაწილისგან არის პირველი მოქმედებები მაგრამ როდესაც მოქმედებები მრავლდება და ერთი და იგივე რამეს ბევრჯერ ვიმეორებთ უკვე რა არის ჩვევა ეს ჩვევა უკვე ისეთი რამეა ამას უკვე გადაჩვევა ცოტა რთულია ამის მონგრევა ძნელია იმიტომ რომ პირველი რასაც შეეჩეხები თუ არა ვინმემ რო რაღაცა გითხრა პირველი ეგრევე გამოდის იმიტომ დაჩვეული ხარ ემოცია გინდა თუ გზნობა გინდა თუ ლექსიკონი რას იყენებ ამ დროს როდესაც შენ რაღაცას გეუნებიან ნუ პირობითად მანქანამ რო ჩაგიჭრა ხო რაღაცა ძალიან ცუდად ხო პირველი რა მოვიდა თავზე ხო აი გულზე რა მოვიდა რა თქვი რა წამოვიდა ხო შეიძლება ხო მამაღლა არ თქვი მაგრამ გულმა ხო რაღაცა ისე იგი ხო ნუ გამოთქვა რაღაც ანუ რითიც არის დაჩვეული რაზეც ხარ ის გამოდის მაგრამ ნახეთ მესამე რა არის მესამეს არის ყო არის თვისება მამები ამას ეძახიან საერთოდ რას იცი თითქოს მეორე ბუნებაა რა ჩვენ ხო ვართ აი ბუნება ხო ერთი ადამიანისა რა და ადამიანის ბუნება არის შექმნილი ცხონებისთვის ღმერთმა ადამიანის ბუნება შექმნა აი ბავშვი რო იბადება შექმნა მოკლედ ცხონებისთვის მაგრამ აი ჩვენ ეს გალავანს ისე ვაშენებთ და ისე ჩვენ სულთან ესე რო თქვა ჩვენ ბუნებასთან ისე ეს ცოდვისა და ბოროტებისა და ესე ამ წუთისოფლის სულისკვეთება იმდენად შეესის ხორცება რომ ჩვენია ანუ ისეთი თვისებები გაგვაჩნია რომელიც უკვე ვერ ვამსხვავებთ რომ ჩვენ ვეღარ როგორ ვთქვა იცი აი ვეღარ განვაცალკევებთ ჩვენს თავს უკვე ამ თვისებებისგან და ამიტომაც არის ხოლმე გახსოვთ აი მრევლი აი თუ რო არის ხოლმე ტაძარში რა დადიან და მე რო ისეც რას ვაშავებ გამიგი აგე გაიხედეთ ის ამას აკეთებს ეს ამას აკეთებს რატო ნახე როდესაც დაიწყო განწმენდა ამ გალავნის დანგრევა, ზედა ნაწილები, რომელიც ისედაც მოფუყული არის, ხო? იმის გადაყრა, რასაც ქმედებები ქვია, ადვილად გადმოყარა. მაგრამ მიადგა ჩვევებს. აი ეს ჩვევებზე ჭიდაობს. ჩვევებზე აი მღვდელის და სასულიერო პირთან ერთად ამ ჩვევებზე ჭიდაობენ, მაგრამ თავარი რა არის? როდესაც აი რაზეც ახლა ვსაუბრობთ, სამღვდელო პირი უმახვილებ ყურადღებას ადამიანს, მოგიტყვა ხოლმე გაღიზიანება. მახვილებ ადამიანს ყურადღებას თვისებაზე, რომელიც უკვე თვითონ არის. მან უკვე დაიჯერა, რომ ესა თვითონ არის, ანუ ამის გარეშე არ შეუძლია. ეგეთი ვარ, გახსოვ, ეგეთი ვარ და რა ვქნა. აი, ეგეთი ვარ და რა ვქნას რომ მიადგები და რო იტყვიცი რა, ეგ არ არის სწორი. ეგ რაღაცა, ეგეთი არ ხარ, მაგისთვის არ ხარ დაბადებული. ეკლესია რას ვეუბნებით ადამიანებს? არ ხარ შენ ამ წუთისოფლისთვის და ანუ ის თვისებები რომელიც ამ წუთისოფლში შეიძინე ესენი არ არის ეს აქ დარჩება გარდაიცვლები თუ არა ეს ყველაფერი აქ დარჩება და სული წავა ზეცაში რომელიც იქნება აი ამ შენი მთელი ცხოვრებით გარს მოკრული მოკლედ და უსიცოცხლო კუდარი იქნება ანუ გამდიდრებული არ იქნება სული ღმერთში გამდიდრებული სული წმინდის მადლით არ იქნება გამდიდრებული და აი ზრდა ვიღაცა რომ ვიტყვის ხოლმე რა არის ზრდა სული აი ეს არის სულიერი ზრდა ანუ ჩვენ როგორ გვინდა იცით ეს გალავანი არ დაინგრეს ეს წუთისოფლის გალავანი იმიტომ ჩვენი ქმედებები ჩვენი ჩვევები ჩვენი თვისებები მithumedes უნდა იყვეს იმიტომ რომ ამაში კომფორტულად გზნობ თავს, იმიტომ ამ წუთისოფლში ძალიან კომფორტულად მოვეწყეთ. ამ თვისებებთან ერთად მოვნახე გარემო, სოციუმი, სადაც მე რეალიზდები, კარგად ან წარმატები, დავოჯახდი კიდე, ჩვილები წყავს, მეუღლე წყავს ადამიანს, ყველაფერი, ანუ კარგად რეალიზდი, მაგრამ ნახე როგორ არის ტაძარშიც მივედი, ტაძარში რომ მივედი, ტაძარში რა რას მეუბნებია რომ ძველი კაცი უნდა განიძარცო და ახალი უნდა შეიმოსო, ანუ სული უნდა გავაცოცხლო და ახეთ აი ჩვენი პრობლემა დგას ზუსტად ამაში რომ ამ გალავნის დაშლა არ გვინდა.
აი ვცდილობთ რომ მარტო ქმედებები შევცვალოთ და ამავე დროს გვინდა რომ მადლიც მოვიდეს ხო და აი რა მინდა თქვა იცი ის ვინც გალავანს მიადგა ის ვინც ამ ქმედებების ჩვევების და თვისებებსაც კი მიადგა და თქვა არა მე უნდა შევიცვალო მხოლოდ და მხოლოდ განზრახვაც კი აი მამე ბიძახიან იმის განზრახვაც კი რომ ადამიანმა თქვა რომ მე უნდა შევიცვალო აძლევს საშუალებას ღვთის მადლს გადაწყვეტილება მიხდი წეღარას თქვი თავში რომ დავიწყეთ მე უნდა დავინტერესდე და გადავწყვიტო რომ მე ეს მინდა და თუ კი მე ეს გადავწყვიტე მაშინ საღვთო მადლი აი ამ სულ როგორი ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისგან ჩვენივე აშენებულ გალავნის მიღმაც გადმოდის და სულს მცირედით ყვებავს რომ სულმა გამოცოცხლდეს მაინც რომ შეძლოს ამის დაშლა და აი როგორ არის იცი კრიზისული პერიოდია ხოლმე თუ ერთი ჩვენ გადავწყვიტეთ მაგრამ აი კრიზისულ პერიოდზე გახსოვთ აი 90-იანებში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ტაძარში აი გახსოვთ სავსე ამ ტაძრზე მაგიტო იყო დღეს რომ აი ყველა უბანში ტაძარი შენდება ყველა სოფელში ტაძარი ანუ იმიტომ რომ მართლა საჭიროება იყო ამის და ძალიან დიდი საჭიროება იყო მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე რასაც ახლა მევხსნე რომ დადგა სულიერი კრიზისი ანუ ეს დაშლა და ადამიანებს უკვე მიხვდნენ რომ ქრისტიანობა თურმე უნდა შეცვლა უნდა შევიცვალო მე თვისებებიც კი უნდა შევიცვალო თუნდაც ის თვისებები რომელიც მანამდე ძალიან კარგი მეგონა ისიც კი რომ უნდა შევცვალო აი ეს უკვე გაუჭირდა ადამიანებს და ამიტომ გავიდნენ ტაძრიდან ამიტომ რომ ესე თუ უნდა აქამდე თუ უნდა შევიცვალო მე იცი რა ამის მზადყოფნა არა მაქვს ამიტომ ვიძახი პირველი რაც დღეს ჩვენ მრევლს ჭირდება ეს არის რომ პირველი ინტერესი დაინტერესება აუცილებელი იმისა რომ აი მე ვარ ბუნებით შექმნილი იმით რომ მარადიულად უნდა ვიცოცხლო ჩემში არის სული რომელსაც საღვთო მადლის გარეშე სიცოცხლე არ უწერია ამავე დროს ჩემში არის ეს გალავანი რომელიც მე ავაშენ ეს გალავანი შედგება სამი ნაწილისაგან ეს არის ქმედება ჩვევა და თვისებები ეს გალავანი სურვილი უნდა მქონდეს ბოლომდე დავანგრიო დამიდგება კრიზისული მომენტი როდესაც ვიტყვი რომ იცი რა აუ მე მგონი ვერა აი ეს მე მგონი ვერა უნდა გადავიტანოთ ყველა მოძღვართან ერთად აუცილებლად აი ამიტოა ნახეთ აი ამ სიტუაციაში გამოჩნდა რა გვინა მოძღვარი რო იძახიან რომ აი იცი რა მე თვითონ ვერ დაშლი ვერ დაანგრევ შეუძლებელი ეს არის უბრალოდ აი როგორ გით უფრო აშენება არის აი ესეთი განწყობით იმ გალავანს უფრო აშენებ და ვერასოდეს დაანგრევ ვერას თუ კი თამდაბლობა არ ანუ ადამიანში ეს სიმდაბლე მორჩილება და ეს სულისკვეთება არ მოვიდა ხო შეუძლებელი ეს გალავანი ოდნავაც კი დაშალოთ მამ გიორგი როდესაც თქვათ ვცდილობთ რომ მხოლოდ გალავანი დავაშენოთ მაგრამ რეალურად არ ვიცით რა ხდება საძირკველში შეიძლება საძირკველი იმდენად დაზიანებული იყოს რომ ეს გალავანიც ჩამოიშალოს თავისთავად და მოძღვარი ალბათ ალბაში გვეხმარება სწორედ რომ ვეძებოთ იმ საძირკველში არის თუ არა რაიმე დაზიანება რომ შემდგომ მყარად მოხდეს დაშენება იმ ყველა სართულის. უბრალოდ მეორე შენობის ეს გალავანი რომელიც ვახსენე ეს გალავანი ამ წუთის სოფლის გალავანია. ჩვენ უნდა დავაშენოთ ანუ სულიწმინდის მადლი უნდა დავდოთ საძირკველად რომელზეც დავაშენებთ შემდეგ ანუ ყველა სათნოებებით ღვთისმცნებების აღსრულებით აი დავაშენებთ აი ამ სულიწმინდის მადლის მიერ ჩვენს ქმედებებს და სული გამდიდრდება და დაიწყება შენება და გეტყვით როგორ არის იცით პროპორციულია ეს ყველაფერი რა რაც ამ სულის ნაწილები ანუ სული გამოცოცხლება და დაიწყებს სვლელობას ზემოთ აი პროპორციულად ეს გალავანი სხვანაირად შეუძლებელია ანუ ეს გალავანი ზემოთ იდგეს და სული ამოშენდეს შეუძლებელია ანუ თუ კი ადამიანმა ცოდვიანი ქმედებები ჩვევები და თვისებების რღვევა არ დაიწყო ეს არ შენდება და მაგიტომ მინდა უთხრა ყველას რომ აი გადამოწმება იმისა რომ აი სულის ზრდა ხდება თუ არა ხო აი ზუსტად ამით უნდა გადანაწილდეს და მინდა უთხრა ყველას რომ აი ახსარების დროს ხშირად მადლობა ღმერთს რომ უკვე ძირითადი მრევლი ვინც არის ტაძარში ახლა აღარ ვარდებიან ძიმეცოდვებში და ამიტომ სულიერ ზრდას წყვეტენ ანუ ისეთი რამეები დავძლიე всё მორჩა უკვე ადამიანს გონია რომ რა უნდა შევცვალო ანუ უკვე მორჩა კინაღამ წმინდანი ვარ მაგრამ აი ეს დაიმახსოვრეთ ქმედება ჩვევა და თვისებები რომ ანუ ნახეთ ახსარებაზე რომ მიდიხარ მოძღვარმა უნდა გკითხოს კაი გასაგებია შენ რომ მაგალითად განიკითხო ეხლა მითხარი შენ 10 შესაძლო შემთხვევიდან 10-ვე ჯერ განიკითხავ თუ შენ 10-ვე ჯერ განიკითხავ სავარაუდოა რომ განკითხვა შენი თვისებაა უკვე მაგრამ თუ შენ როდისმე შეგიძლია ორჯერ მაინც მოითმინო ხო მაშინ შეიძლება მივაწეროთ ჩვევას
მაგრამ თუ შენ უბრალოდ აი უფრო მეტი ნაწილი შეგიძლია რომ შვიდად არ განიკითხო, ყოველთვის აკონტროლებ საკუთარ თავს, მაგრამ სადღაც გამოვლინდა რომ აი მოკლედ რაღაცა ჩავარდი ამ ცოდვაში, უკვე ეს ქმედების მდგომარეობა. ნახეთ, უკვე სულიერი ცხოვრება ეს არის. რომ კი აღარ გექნება იმის ის რომ მოძღვართან რომ მიხვედი ის ანუ გეცოდინება რაზე უნდა ისაუბრო და მოძღვარმაც უნდა იცოდეს რომ ამ მიმართულებით მივდივარ ჩვენ. ანუ აი მიმართულებით ადამიანში თვისება, ქჩევა თუ ქმედებაა უბრალოდ, ხო და როცა შევხედავთ რომ ისე იგი რაღაცა თუნდაც ვინმესთვის მიჩნეული რომ ესა უმნიშვნელო რამეა, მაგრამ თუ ეს უმნიშვნელო რამე ქმედებაა მხოლოდ, კი ბატონო ქმედება ადვილად აღმოსაფხრელია, მაგრამ თუ ეს ჩვევა და მით უმეტეს შენი უკვე თვისება, აქ უკვე მუშაობა ჭირდება. აქ უკვე ეს ჩვევა ნიშნავს იმას, რომ ეს შენ ბუნებას იმდენაა შეზისხორცებული, რომ მისი დაშლა და დანგრევა არის რთული და ამავე დროს ის ძალიან გიშლის ხელს მადლის მისაღებად სულისა. სულიწმიდის მადლის მისაღებად, რომ სული გამოცოცხლდეს. აი ნახეთ, ძალიან მარტივი რაღაცა გაიშალა, ხო? მოძღვრის მოქმედებაც, ანუ მოძღვარი რას უნდა უყურებდეს, რომ ეს არ არის, ამიტომ ეს რა ნახეთ და რას ადგეს, აღარ არის სავალდებულო ყველა ზიარების წინ თქვა ახსარება, რაზეც დღეს უკვე საუბრობთ, მადლობა ღმერთს იმაზე, რომ მოკლედ ადამიანი იზრდება უკვე სული, უბრალოდ ამას მიაქციოს ყურადღება, ხო? აღარ არის ყველა ზიარების წინ ესე ახსარება, ეს ფურცელი დავწერე და ვთქვათ მეოს, ანუ ადამიანი მთავარია მივახვედროთ იმას, რომ კარგად თავის ხედვა დაიწყოს და ლოცვაში, როდესაც მივა ღმერთთან ყოველ დილას საღამოს ლოცვაში, მithumete ზიარების წინ რო ემზადება, ისეთი საოცარი ტექსტია იქ, ხო? აი ამაში სთხოვოს ღმერთს, ღმერთო, აი ვიცი მე რომ ამ თვისებებისა, აი ამ გააზრებით, როდესაც ლოცულობ, რა თვისებები გაქვს, რა ჩვევები გაქვს და რა ქმედებები გაქვს და არ თვალთ მაგწობ. ღმერთთან არ თვალთ მაგწობ და პირდაპირ აღიარებ, რომ ტყუილის თქმა კი არ მოგიწია. დაჩვეული ხარ ტყუილების თქმას და არა მხოლოდ დაჩვეული ხარ, ამით უკვე თვისება გაქვს, ესე რომ ვთქვა, ანუ შენი თვისება ტყუილი და იმდენად ადვილად აგვარებ ტყუილით ყველაფერს, რომ აი ამაში, ამიტომ არის რომ მოდიან ხოლმე მამები რას იძახიან, რომ აი ესეთი თქმა, რომ აი ტყუილის თქმა მომიწია, განკითხვაში ჩავარდი. ესეთი რაღაცები, კი ბატონო, შეიძლება მაშინ თქვი, როდესაც ერთჯერადაც სადღაც 1000 ანუ თვე გავიდა და ერთხელ ანუ რამოდენიმე, მაგრამ როცა ხვდები რომ შენი ჩვევა ორი კაცი რო ლაპარაკობს, აუცილებლად მესამე უნდა შენ დადგე და მოკლედ განავრცო ეს ყველაფერი, ნუ იქ უკვე უნდა მიხვდე რომ ამიტომ აი მთელი სულიერი ზრდა არის საკუთარი თავის დიდი ლოდი საიდანაც აიღე იმის დადება და დაბრუნება უფრო მარტივი შეიძლება იყოს, ვიდრე იმ წრუწრული კენჭების არა კი, ის მოძებნა უფრო რთულია მისი სამყოფელი. უნდა ვიცოდეთ, გაცილებით ადვილია მოხვიდე ეკლესიაში. უფრო რთულია დარჩე ეკლესიაში. გაცილებით ხო გძელია გზა შენი სახლიდან ტაძრისკარამდე. უფრო რთული და გძელია გზა ტაძრისკარიდან ამბიონა. აი მამალიორ, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა რომ ესეც ვკითხოთ და მოკლედ ვისაუბროთ ამ საკითხის შესახებ, როდის ხდება, როდის შეიძლება მიხვდეს ამ ყველაფერს ადამიანი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ სული მეტად აღმატებულია ვიდრე ხორცი. ჩვენ ვისაუბრეთ მოძღვრის როლზე, ეკლესიის როლზე, ადამიანის სულიერი ზრდის გზაზე. თავად როდის უნდა მიხვდეს ამ ყველაფერს ადამიანი და ოდესმე შეიძლება თუ არა უწოდოთ დაგვიანებული ქმედება თუ თქვათ და მოხუცობის ასაკში მიხვდება ამ ყველაფერს ადამიანი. სამწუხაროდ პირველ კითხვაზე რაც უნდა თქვა, ჩვენ ისე დავაზიანეთ ზოგადად ბუნება, ისეა დაზიანებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელი. ტკივილი. სამწუხაროა, მაგრამ ესეა. ნუ არ ვიტყვი რომ ყველა შემთხვევაში, მაგრამ უდიდეს შემთხვევაში არის განსაცდელი, როდესაც შენი ეს გალავანი მოგიტანს ცუდს რაღაცას, რომ მიხვდები, რომ ესეც ღვთის სიყვარული. ღმერთი, როდესაც ეხება და გეუბნება, ეს რა გიშენები, ეს ბაბილონის გოდოლი, რომელიც ააშენე, ხო, ეს რა არის, ეს არის დასაშლელი და მეორე, გვიანი არასოდეს არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დრო მოგეცემა. ანუ არ შეიძლება გადასდო. ანუ ჩვენ არა ვართ დაზღვეული იმაში, რომ სადღაც ჩვენ ბოლოს მაინც შევძლებთ ამას. უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, აუცილებლად, ანუ შეუძლებელია ადამიანმა ეხა ეს, იმიტომ რომ მე ყველა შემთხვევაში შემიძლია შევიცვალო ესეა, გააჩნია შენი გალავანი. ამ გალავნის დანგრევა არ ხდება წამებში.
არ ხდება წამებში. ერთადერთი არის შესაძლებელი, რომ აი როგორ გითხრათ, აი სულის ძალება, აი სული უნდა იყოს, აი ბრძოლაში მყოფი სული, ამები ამბობენ, ბრძოლაში მყოფი სული გადაარჩენს იმას, ვისაც უნდა რომ გადარჩეს. და თუ შენ არ იცი რომ უნდა გადარჩე, თუ შენ ამაზე არც გიფიქრია, თუ შენ ამის ინტერესიც არ აქვს, ბოლოს აი ხშირად არის ხოლმე რომ იგიყვანენ ადამიანს, რომ აი ბოლო იმაზე აზიარება უნდა, მაგრამ ნუ აი რა გითხრა, რთულია, ძნელია, ანუ არ იცის რა თქვას, არ იცის როგორ, ანუ დრო აქვს ძალიან ცოტა რომ აი ეს ცვალებადობა, მისი ეს გალავანი ჩამოიშალოს და სული გაცოცხლდეს და იმ დროს კი ცდილობ, იმ დროს კი მეშვებ, მაგრამ ხა ყველა ვერ იქნება ავაზაკს ადრიან ხოლმე, აი ავაზაკი ჯვარზე, ავაზაკის გვერდზე განკაცებული ღმერთი იყო. გამიგეთ, განსხვავება ეს იმის გვერდზე განკაცებული ღმერთი იყო და ამიტომ შენ გვერდზე ვინ იქნება? ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი მოგზანებისა და საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ამასობაში 9 საათით შესრულდა ერთად ავღავნოთ უფლისადებელი ლოცვა და მე უკვე გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად აგიბრუნდებით. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქ თნდეს.
მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის ხუროთმოძღვრების ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულების შესახებ. სტუდიის სტუმრები კი გახლავთ გეოლოგიის დოქტორი პროფესორი ბატონი მურატ ყემალაძე და კურსდამთავრებული დავით რუხაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონი მურატ, თავდაპირველად რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი სპეციფიკაზე, თუ რით ხასიათდება ეს მიმართულება და რით გამოირჩევა? დავიწყებ ბოლო თქვენი სიტყვით, რომ ნამდვილად როგორც პროფესია, ნამდვილად გამორჩეულია, განსაკუთრებულია, ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურიც კი. ეს განპირობებულია რამდენიმე მომენტით. კონკრეტულად უნდა აღვნიშნოთ მთავარი, რომ პროფესიის სამოქმედო არეალი და თემატიკა როგორღაც განსაზღვრულია, შემოფარგლულია. მოდი ვთქვათ ზოგადი განმარტება, რომ ხატწერა ეს ღვთისმეტყველებაა ფერებით. ხედავთ, ეს არის აზრი ბასილი დიდის სიტყვიდან და მას პერიფრაზე არ სჭირდება, მაგრამ მოდი სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რაც მოცემულია წმინდა წერილში, გვაქვს მოცემული, ის ხატწერის საშუალებით გადმოიცემა სახიერად, სიტყვიერად და სახიერად, რა. ამდენად უყურეთ, თემა თითქოს შემოიფარგლა ხატწერის სამოქმედო არეალი. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მისი განსაკუთრებულობის ნიშანი. და მეორე ვფიქრობ, რომ მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ერთი-ორი სიტყვით შევეხები ამასაც თქვენის ნებართვით და აქაც უნდა მოვიშველიოთ თუ როგორ უყურებდნენ ამ თემას დიდი საეკლესიო მოღვაწეები. იგივე ბასილი დიდი ხატმწერს იხსენებდა როგორც მოსაგრეობის სფერებში აღწერელს, მარტვილის მოსაგრეობის სფერებში აღწერელს და ერთ-ერთი მოწამისადმი მიმართვის დროს ტექსტში ის ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ჩემი ხატწერებს მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ჩემი სიტყვები ეხლა თქვენ განავრცეთ, განასრულეთ და სრულყოფილი ქენითო. მე არ მინდა ეს ღვაწლი ჩემი სიტყვებით დავამცროვო. ხედავთ, ესე იგი
აზრი რომ თავის სიტყვებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა აი ამ ღვაწლის სფერებში აღწერას. ზუსტად იგივე აზრს ავითარებს ასევე ცნობილი ძალიან დიდი საეკლესიო მოღვაწე გრიგოლი ნოსელი. ის პირდაპირ განმარტებით სახელმძღვანელოს ადარებს სწორედ ამ ღვაწლის სფერებში აღწერას. ამდენად მნიშვნელობა რომელსაც ესეთი დიდი საეკლესიო მამები ანიჭებდნენ აი ამ თემას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და ამითაც ეს განსაკუთრებულია. და მესამე მომენტი, რა თქმა უნდა, თვითონ შედეგი, ხატწერის ნიმუში, მისი ფუნქციური დატვირთვა სრულიად განსხვავებულია და უბრალოდ ვერ აგვერევა ვერაფერში, ასე არ არის? წარმოვიდგენთ ტაძარს, სადაც არ არის ხატწერის ნიმუში დაზგური ან მონუმენტური, ან ფრესკული, ან დაზგური ნიმუში, სრულიად წარმოუდგენელია, ხომ ასე არის, არა? და თვითონ ხატი ტექსტია თავისთავად, რომელიც უნდა წაიკითხო. თეოდორე სტუდიელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ის რაც მოცემული გვაქვს სიტყვით ხაყალდზე, ის ფერებით გადმოიცემა, ფერებით და სხვა საშუალებებით გადმოიცემა. ეს უნდა წაიკითხო. მაგრამ ტაძარში მიბრძანებული ადამიანი, სუბიექტი კონკრეტულად მორწმუნე ადამიანი თვითონ როგორ წაიკითხავს, ეს მისი სუბიექტური შესაძლებლობებით განისაზღვრება, რა თქმა უნდა, ხო? აი ეს არის დაახლოებით, რაც შეიძლება ვთქვათ, ეხლა აქ ჩვენ საუბარს მაინც საინფორმაციო დანიშნულება აქვს და ფუნდამენტურად ვერ განვჭით ამ თემას, მაგრამ ნამდვილად პროფესია გამორჩეული და უნიკალურია თავისი აი ამ ნიშნებით. ეხლა ხო, არ შეიძლება კიდევ ხაზი არ გაუსვა ერთ მომენტს თვითონ ხატწერის ისტორიას. იცით რომ ეს ისტორია 2000 წლოვანი ისტორია პირველი საუკუნიდან დღემდე არ იყო, რა თქმა უნდა, ერთგვაროვანი, არა? იყო იატაკქვეშეთიც, იყო ბრძოლებიც, იყო აი ამ გამარჯვების დღესასწაულიც თავისთავად ცხადია, ყველაფერი ამით ეს განვლილი 20 საუკუნე თავისთავად მას განსაკუთრებულს ხდის ამ პროფეციას და ესეთნაირად წარმოაჩენს მას. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პროფესია შეიძინოს, არა, ის თავისთავად ცხადია, რომ გათვითცნობიერებულად, რა თქმა უნდა, აქ შემთხვევითი ადამიანისათვის შეიძლება რა გითხრათ, უცბად რაღაც გაიგოს და რაღაცნაირად მოუნდეს, მაგრამ ადამიანმა საწყისად უნდა იცოდეს, ის უნდა იყოს თავისთავად ცხადია კონკრეტულად ჩახედული რაღაც ნიუანსებში, რომ ეს პროფესია აირჩიოს და ამ გზას დაადგეს. ჩვენი პროგრამა, ეხლა პროგრამაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვასაც თქვენის ნებართვით, ჩვენი პროგრამა შეიქმნა თვითონ ფაკულტეტზე ესეთი პროგრამა იყო 2005 წელს და ფაკულტეტი დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და მისი უშუალო მონაწილეობით. შემდეგ დაემატა მას რესტავრაციის მიმართულება, შემდეგ დაემატა საეკლესიო არქეხუროთმოძღვრების მიმართულება და დღეს ფაკულტეტზე სწორედ ეს სამი მიმართულება მოქმედებს. პროგრამა როგორც ხატწერის, ისე რესტავრაციის უკვე დაბალანსებულია. ესე იგი, აქ ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი საგნების დისციპლინების შესახებ. ძირითადი ხაზი, რა თქმა უნდა, აქ სპეციალობას უჭირავს. ეს არის ხატვა ხატწერის მიმართულება, იქით რესტავრაციის და მასთან დაკავშირებული დისციპლინები. ეს არის შესავალი ხატწერაში, ხატწერის საფუძვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო თეოლოგიური საგანთა ჯგუფი თავისთავად ცხადია არ უნდა დაგვაუწყდეს ენები თავისთავად, იმიტომ რომ ინგლისურთან ერთად ჩვენ სტუდენტებს არჩევით შეუძლიათ ისწავლონ სხვა ენებიც, მათ შორის ბერძნული, რა თქმა უნდა, გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან. ასევე აღვნიშნავდი ქიმია-ტექნოლოგიური მიმართულების საგანთა ჯგუფს. ეს საგნები 4-ია სულ ასეთი საგანი 16 კრედიტის მოცულობით. ძირითადად ვიყენებთ სწავლების ყველანაირ ფორმას, რაც კი არსებობს, ძირითადად ლექციური, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ და პროგრამაშია გაწერილი თავისთავად ცხადია პრაქტიკული მეცადინეობა. ეს ისეთი საგნებია, რომ აქ პრაქტიკულ მეცადინეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
პრაქტიკული მეცადინეობა, პრაქტიკული დატვირთვა ორი სახითაა ძირითადად. ეს ერთია სტუდენტების ნამუშევრებსაც ხედავთ კადრში, შენი მაყურებელი. დიახ. ეს არის ერთი ლაბორატორიული, რომელიც ჩვენ ლაბორატორიებში სრულდება უშუალოდ და ეს უშუალოდ მოსდევს თეორიულ სალექციო კურსს, თემას, რომ თემა თეორიული, პრაქტიკული, ლაბორატორიული, მაგრამ გვაქვს ასევე საველე, შეიძლება ასე დავარქვათ, როდესაც ჩვენი სტუდენტები პროფესორ მასწავლებელთან ერთად ეკლესია მონასტრებზე მონაწილეობთ. ეს ძირითადად ეხება რესტავრაციასაც, ეხება ხატწერასაც, ეხება საეკლესიო ხუროთმოძღვრებასაც თავისთავად ცხადია და უშუალოდ ადგილზე ეცნობა სტუდენტი იმას თუ რა, როგორ არის შესრულებული, როგორ არის გაკეთებული. ხაზმინდა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად პრაქტიკულ ნაწილს, თეორიული ცოდნა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს შესაბამისად პრაქტიკაში. ეს ისეთი დისციპლინებია, რომ აქ აუცილებელია, რომ პრაქტიკულ მეცადინეობას ძალიან დიდი ადგილი ეჭიროს და ეს ასეც არის. თქვენ ისევართ კიდე ერთ ნიუანსზე შევჩერდებით, თუ შეიძლება, თუ გვაქვს ამის საშუალება და კიდე უფრო გამოჩნდება ეს პრაქტიკა რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა. პროფესია, როგორც ასეთი, უკვე რასაც ვსაუბრობდი, საკმაოდ არც ერთი პროფესია არ არის მარტივად შესასწავლი, ასე არ არის განა, მაგრამ აქ არის ჩვეულებრივად გარკვეული რაღაც სირთულეები თავისთავად ცხადია და ეს უკავშირდება თვითონ სტრუქტურას, თვითონ ამ პროფესიისას. ეხლა ჩვენ კი ვამბობთ, რამდენიმეჯერ გავიმეორეთ, რომ ეს აღწერა, ხატი, წმინდა სახე გასაგებია, მაგრამ ეს აღწერა ხომ თავისთავად ვერ იქნება რეალისტური, ვერ იქნება მიწიერი, ვერ იქნება ნატურალისტური, ასე არ არის, არა? ჩვენ გამოვსახავთ წმინდა სახეს, რომელშიც შენივთებულია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, როგორც მიწიერი, ისე ზეციური, როგორც ხილული, ისე უხილავი. ცხადია, რომ ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ წესთან, კანონთან, ძალიან ბევრ სიმბოლოსთან თავისთავად ცხადია და სწორედ აი ამ საკითხების შესწავლა, აი ამ უნარების ჩამოყალიბებას თავისთავად ცხადია, აგერ ბატონი დავითის დამერწმუნება, რომ მას სჭირდება ძალიან ბევრი დრო და დიდი პრაქტიკული მუშაობა. შეიძლება ეს მარტივი არ იყოს, მაგრამ ყველა აღნიშნავს ხოლმე სტუდენტიც და ლექტორი, ვინც კი მოდის ჩვენთან, იმას, რომ აკადემიაში ერთსულოვნებას უფევს და შესაბამისად ლექტორებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები იმაში, რომ სტუდენტებს შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი, ასე ვთქვათ, როგორც ცოდნის კუთხით, ასევე სულიერ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები საქმეელი იყოს და შესაბამისად შედეგი დაიდოს. დავით, რაც შეეხება თავად ამ გამოცდილებას მიღებულ ცოდნას სასწავლებელში და თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა კითხოთ თუ როგორ გადაწყვიტეთ, რომ ჩაგებარებინათ ამ მიმართულებით და შეგეძინათ პროფესია. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მშვიდობიან დილას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მე ხაწერით დავინტერესდი სკოლის ასაკიდანვე დავდიოდი ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიასთან არსებულ სახელოსნოში, ხაწერის სახელოსნოში, სადაც პედაგოგი იყო ჩემი ზურავ ხაზავა. შემდგომ, რადგან მინდოდა რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ უმაღლესი განათლება მიმეღო, ამიტომ ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და აქ ეს უმაღლესი განათლება გამოიხატება იმაში, რომ შევისწავლე არა მარტო პრაქტიკული საგნები, არამედ თეორიული საგნებიც. თეორიული საგნები არის ძველი და ახალი აღთქმა, იკონოგრაფია, ხაწერის ტექნიკა, ტექნოლოგია, კატეხიზმო და სხვა. თეორიული საგნებიდან შევისწავლეთ როგორც ფერწერა, ასევე გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა და ენკაუსტიკაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. სადიპლომო ნამუშევარზეც რომ გითხრათ, რაც შეეხება სადიპლომო ნამუშევარს, ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი იყო 5-სენიანი ვედრების კომპოზიცია. ვედრებას უდიდესი როლი უჭირავს ქრისტიანულ სარწმუნოებაში და ჩემი მიერ შესრულებული იყო მაცხოვარი პანტოკრატორის ტიპის მაცხოვრის გამოსახულება. ასევე ჩემმა კურსელებმა შეასრულეს
თეკლა გელაშვილმა შეასრულა ღვთისმშობლის გამოსახულება, გოგი შეყილაძემ შეასრულა იოან ნათლისმცემლის გამოსახულება, ხოლო მთავარანგელოზების მიქაელის და გაბრიელის გამოსახულება შეასრულეს ანა ლიქოკელმა და რუსუდან ახობაცი. დავით, როგორია სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, სპეციფიკა, რამდენად შრომატევადი, ბუნებრივია შრომატევადი იქნება და არის. და ასევე ახსენეთ ანატოლები, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს ნამუშევრები. თუ უზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას მუშაობის პროცესში? დიახ, ეს თავისთავადი არის მუშაობის პროცესი მიმდინარეობს ერთსახელოსნოში, ძალიან თბილ გარემოში, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც პედაგოგებთან, ხელმძღვანელთან, ჩვენი ხელმძღვანელი არის ლაშავანიძე, რომელიც ჩართული იყო ჩვენს თითოეულ მონასმში, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება შეგვეჯამებინა, რომელიც 4 წლის მანძილზე მივიღეთ ეს ცოდნა, შეგვეჯამებინა და წარმოგვიდგინა სადიპლომო ნამუშევარი. მინდა აღვნიშნო ასევე ისიც, რომ ჩვენმა ხელმძღვანელმა ლაშავანიძემ წაგვიყვანა ჩვენ ტაძრის მოსახატად მაჩხანში ვიყავით, ქვემო მაჩხანის წმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში ვიყავით და ასევე ვიყავით ანაგაში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, შევიძინეთ ძალიან დიდი პრაქტიკა და მადლობელი ვარ ამ და სხვა მრავალი ტკბილი გამოცდილებისათვის, ასე რომ ბატონ მურატი, საინტერესო რა მოეთხოვება აბიტურიენტს, რა უნარებს უნდა ფლობდეს, რომ შეძლოს წარმატებით დაასრულოს, პირველ რიგში ჩააბაროს ამ მიმართულებით ამ ფაკულტეტზე და შემდეგ წარმატებით დაიცვას საკუთარი სადიპლომო ნამუშევრები. ხო, ეხლა მე უშუალოდ საბუთებზე რა ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა ვთქვა ესეთი რამ, რომ პროფესიის შეძენისათვის ცხადია მარტოსურვილი არ კმარა და ჩვენ თუ რამეს მოუწოდებთ აბიტურიენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან გადაწყვეტ ჩაბარებას და პროფესიის დაუფლებას, გვჭირდება კარგი მყარი საბაზისო სასკოლო განათლება და შესაბამისი უნარები, რა თქმა უნდა. უყურეთ, რას უგულისხმობ ახლა აქ, როდესაც მყარი ბაზა არ არის სკოლიდან, ჩვენ გვიჭირს, შემდეგ მასზე დავაშენოთ რაღაც და მან მიიღოს სრულფასოვანი პროფესია რა. ჩვენი ძირითადად მე წეხან ვახსენე ქიმია ტექნოლოგიური მიმართულება და აქ შერწყმულია ერთმანეთთან. განაწარმოვიდგენთ იმას, რომ ჩვენი ტაძრები, ეკლესია, მონასტრები აშენებულია გარკვეული მასალებით, შესრულებულია სამხატვრო სამუშაოები და აი ამ მასალების ფიზიკური, ქიმიური თვისებები, მათი გამძლეობა, მდგრადობა, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ამ ტაძრებმა ჩვენამდე მოაღწიეს, მოვიდნენ, დღესაც აღიქმებიან და თუ კი რამით შეიძლება თავი მოვიწონოთ, ერთ-ერთი სწორედ ესაა. ამიტომ ყოველივე ამ დიდ მემკვიდრეობას შესწავლა ჭირდება, მოვლა ჭირდება და ტრადიციას გაგრძელება ჭირდება. აი ეს სპეციალისტები ამას ემსახურებიან. ამიტომ აქ ერთგვაროვანია, აქ არ არის მარტო ჰუმანიტარული დისციპლინების შესასწავლი და მისი ცოდნა არ გჭირდება. გჭირდება ტექნოლოგიურიც. აი ვახსენე ქიმია, ვახსენე ტექნოლოგია. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ ამ სწავლების დროს აგერ ბატონი დავითის დამეთანხმება ვიყენებთ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დიდ ნაწილში. როდესაც ტექნოლოგიაში ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ უცხო თუ ახალ თუ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე ვსაუბრობთ, ცოცხალი მაგალითები მოგვყავს ჩვენივე ტაძრებიდან, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით. თუ რა მასალა ფუნქციონირებაზეც უნდა ლაბორატორიის ფუნქციონირებაზეც უნდა კითხოთ თავისთავად ბატონო მურატ, როგორ ხდება ლაბორატორია, დიახ, რამდენიმე ლაბორატორია ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პრაქტიკული სამუშაოები მე წეხანაც აღვნიშნე ძირითადად ლაბორატორიებში ხდება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლაბორატორიას, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ქვეყანაში საკმაოდ სრული კოლექცია იმ ფერადი მინერალებისა და ქანებისა, რომელიც საქართველოში მოიპოვება და რომელიც რაღაც სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენ ეკლესია მონასტრების მხატვრობაში ან საამშენებლო მასალად გამოყენებული. ეს ვიცით რა ტრადიციული მეთოდები და საშუალებები ჩვენ ცოცხლად თვითონ სტუდენტი ამას სწავლობს, ცოცხლად მზადდება ეს მასალები, თვითონ საღებავის სისტემა
და შემდეგ ხდება უშუალოდ ესე იგი შესრულების პროცესი. ამდენად ეს ცოცხალი პროცესია, როდესაც ტაძარს ვახასიათებთ დაუშვათ. ხო თემაა ესეთი, მაგალითად ახალი შუამთის მონასტერი. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად რა დაფიქსირდა აზურიტია, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა, რა პროცესები განვითარდა, ანუ მასალა, რომელიც გამოყენებულია მე-16 საუკუნეში, რა სახით მოვიდა ჩვენამდე, ეს ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას, რომ როგორ უნდა გამოვიყენოთ ამის შემდეგ, რას უნდა ვენდოთ, როგორი იქნება უფრო მდგრადი და გამძლე. როგორი იქნება მდგრადი და როგორი იქნება მე უკვე შემდგომ რეაქცია სხვა მასალების შეერთებით, ასე ვთქვათ. მურად ჩვენ შეხვედრის ბოლოს ვთქვათ ის თუ რა უპირატესობით შეიძლება გამოვარჩიოთ ვთქვათ და სასწავლებელი ეს მიმართულება კონკრეტულად და კურსდამთავრებულებისთვის შემდგომ როგორ გრძელდება ეს ეტაპი ვთქვათ იგივე დასაქმების თვალსაზრისით. ხო, როგორ უნდა გამოვარჩიოთ, რა შეიძლება უთხრა აბიტურიენტს დავუშვი რომელმაც უნდა ჩააბაროს, ხო? ერთადერთი შემიძლია ვთქვა ისა, ჩემი მოთხოვნა ვთქვით ფაქტიურად წადე, რაც შეიძლება მყარი ცოდნით მოვიდნენ, ეს აუცილებელია თავისთავად და შემდეგ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იქიდან ნამდვილად პროფესიონალი დადგება. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, კიდე ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ აქ არ არის მარტო ჰუმანიტარული საგნები, ტექნოლოგიური ტექნიკური საგნებიცა და ამდენად უფრო რთულია ეს საკითხი, ხო? აბიტურიენტს მე ვეუბნები იმან ის ვინც გადაწყვეტს რომ აქ მოვიდეს და ჩააბაროს რომ შეისწავლის ძალიან ბევრ საინტერესო საგანს. გაიგებს ძალიან ბევრი და კარგი ფაქტისა და შემთხვევის შესახებ და ამით გაიუმჯობესებს თავის ცოდნას, თავისი ცოდნის ჰორიზონტს, რომ სწავლების პროცესი იქნება საინტერესო, რომ პროფესია არის ძალიან საინტერესო. მხოლოდ მარტო სურვილი, როგორც თქვი, თავისთავად ამ საქმისათვის არ კმარა. ესე იგი დასაქმების კუთხით ხო, დასაქმების კუთხით ახლა ბატონ დავითმა აღნიშნა და ეს არ არის შემთხვევითი აქ ჩვენი მიმართულება, რესტავრაციის მიმართულება, იგივე ხატწერის მიმართულებაც არის. როდესაც პრაქტიკებს გადიან ტაძრებზე, აი ბევრია უკვე ჩვენი კურსდამთავრებული, რომელიც ჩვეულებრივად ხატავს ტაძარს, მუშაობენ სხვადასხვა რეგიონში, მუშაობენ რესტავრაციაზე. მე ვთქვი დიდი მემკვიდრეობის შესახებ. ეს ძალიან დიდი მემკვიდრეობაა. ჩვენ არ გვყავს ეს სპეციალისტები. პირიქით, სპეციალისტების საშინელი ნაკლებობაა. ამ დროს ეს ეხება რესტავრატორსაც, ეს ეხება მე აქ არ ვსაუბრობ ესე იგი პროფესიონალებზე მაქვს საუბარი, თავისთავად ცხადია. ამდენად დასაქმება არ არის პრობლემა ამ შემთხვევაში, ჩემის აზრით შეუძლია პროფესიონალიზაციის ფაქტი, რომ უკვე ბევრი სტუდენტი და კურსდამთავრებული ჰყავს აკადემიას ნამდვილად, სწავლა უფასო არის, რაც მთავარია კიდევ ერთხელ აღნიშნოთ და შესაბამისად ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მთავარი არის სტუდენტს კონდეს სურვილი, ერთადერთი რაც მოეთხოვება ის რომ შეიძინოს ცოდნა, მეტი არაფერი. საბაზისო სკოლა, სკოლიდან და შესაბამისი უნარები. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სტუდენტებს ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სტუდიის სტუმრები გახდნენ გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბატონი მურატ ყემალაძე და კურსდამთავრებული დავით რუხაძე. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით მომდევნო სტუმართან ერთად სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარია ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, როგორც ყოველთვის მისი მოსვლა ჩვენთან ყოველთვის ასოცირდება ხოლმე ცხოვრების ჯანსაღწესთან, ფიზიკურ აქტივობასთან და დღესაც ვფიქრობ ჩვენ სტუმართან ერთად ბევრ საინტერესო და საჭირო საკითხზე ვისაუბრებთ და მივიღებთ უნებრივია. და მე დავამატებ სილამაზესთან. რა თქმა უნდა, სილამაზესთან ერთად. დილამშვიდობისა, ქეთი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა, მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მეც მიხარია თქვენთან მოსვლა ყოველთვის. დიდი მადლობა. ხშირად ხარ ჩვენი სტუმარი და ხშირად ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. რჩევებს გვაძლევთ და ამას რამდენად ვიზიარებთ და ვაკეთებთ ვიღებთ ამ გამოცდილებას ეს სხვა საკითხია. სწორედ ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს. მარტივია ერთი შეხედვით თეორიულად ადამიანს მისცე რაღაც რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუმცა პრაქტიკაში რამდენად ვახორციელებთ ამ ყველაფერს ეს მეორე საკითხია. თეორია და პრაქტიკა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა შეუხამოს თავის ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ალბათ თქვენი პასუხი. დიახ, პირველი ნაბიჯი ეს არის სწორად, რომელსაც ვერ-ვერევით ხოლმე ნებისმიერ საქმეში. თეორია და პრაქტიკა უნდა გავაერთიანოთ. და აქ მთავარია ყველა დამეთანხმება, ალბათ ნებისყოფა და დისციპლინა საკუთარ თავთან. ძალიან ბევრი საქმეა, მით უმეტეს ჩვენ ყველა ზრდასრულ ადამიანს მოგვეთხოვება და ყველაფერს რა თქმა უნდა სიამოვნებით და სიხარულით არ ვაკეთებთ, ხო? ეს ბუნებრივია. მაგრამ ნუ თავიდან უნდა დავაძალოთ საკუთარ თავს. შემდეგ ეს უნდა გახდეს ჩვევა და აი, როდესაც ხდება ჩვევა, მერე ადამიანი ეჩვევა ნებისმიერ რაღაცას, ხო? და მერე უკვე მით უმეტეს როცა ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ხო? ჩვენი თუნდაც მენტალური ჯანმრთელობისთვის, ფიზიკურად კარგად ყოფნისთვის, მერე უკვე ორგანიზმი თვითონ ითხოვს ამას. მერე იქაც კიდე ცოტა ძალდატანებაა საჭირო, იმიტომ რომ აი ხანდახან არის ხოლმე უკვე თითქმის რომ მიაღწევენ მიზანს, აი ფორმაში რომ ჩადგეს ადამიანი და სულიაროს, ხო? სპორტ დარბაზში, აი მაგალითად სექტემბერში არის ხოლმე მოზღვავება, ვიწყებს ახალწლად დაკლებას ან იანვარ-თებერვალში ზაფხულისთვის კლებას და მერე ზაფხულში დაიკლებენ წონაში და მერე აი აღარ თითქოს აი სრულდება. აი ზუსტად მანდ არის კიდევ ერთი ბოლო ფინიშის ხაზი, ესე ვეძახი ხოლმე რა. აი კიდევ ერთხელ უნდა ადამიანმა საკუთარ თავს ძალიან მოთხოვოს და აი იქაც კიდევ ერთ მომენტს თუ გადალახავს, მერე უკვე ძალიან მარტივია ყოველდღიურად ადგომა, თუნდაც იქ ღამე გვიან დავიძინეთ, ან არ გვეძინა კარგად ხო, ან გვეზარება, ან თუნდაც მივაღწიეთ სასურველ წონას და თითქოს აი აღარ არის საჭირო სპორტ დარბაზში წასვლა და ჯანსაღი პროდუქტების მიღება და ცოტა შეგვიძლია დავარღვიოთ დიეტა, ასე თიფიქრები ყოველთვის მოდის ხოლმე. აი იქაც ცოტასაც თუ მოვითმენთ უკვე მერე ეს ხდება ჩვევა და ბევრად მარტივია გაკონტროლება და აი ნამდვილად ასეა მე საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, ჩემი გამოცდილებით და ჩემი უკვე მოსწავლეების გამოცდილებითაც, რომლებიც იგივე გზა გაიარეს და ახლა ამბობენ, რომ აი ეხლა რა მარტივია უკვე. მე ხანდახან ძალიანაც მინდა გემრიელი საკვები და ცომიც და რა თქმა უნდა მეც ადამიანი ვარ და მაგრამ აი რაღაცნაირად ჩვევა არ მაძლევს ამის უფლებას და უფრო მარტივია დაძლევს საკუთარი თავი. მაგალითით რომ ვისაუბროთ არჩეულებრივ მდგომარეობაში ბრძანდებით მოლოდინში ხართ ხომ შესაბამისად გყავთ კიდევ შვილი და ეს ყველაფერი ანუ თავისთავად მოითხოვს გარკვეულ დროს რეჟიმის ცვლილებას ასე ვთქვათ ხო სანამ შვილები არ ყავს მანამდე უფრო სხვანაირად უვლის საკუთარ თავსაც დღის წესრიგით სხვანაირად გაქვს გაწერილი მერე უკვე როდესაც ზედა ხდები სხვა პასუხისმგებლობები შემოდის თავისთავად და ცდილობ რომ ეს ყველაფერი მოარგო და შენც მოერგო ამ სიტუაციას, მაგრამ თან არ დაკარგო ის, რაც შენ გინდა, რომ შენს სხეულს, შენს ჯანმრთელობასაც ხელი შეავლო ამ კუთხით და ყურადღება არ მოაკლო. თანამედროვულად დაკავებული ხართ, გყავთ არაერთი მოსწავლე, ასე ვთქვათ, რომელთაც გზას უყოლავთ, მაგალითს აძლევთ თქვენი ცხოვრების სტილით. აი ეს ყველაფერი ჩვენი მაყურებლისთვისაც სამაგალითო და მისაღები და აღსაქმელი რომ იყოს მარტივად თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა. და ეს დროის გადანაწილებაც სამავდროულად თან რომ ყველაფერს გაართვა თავი. კი ბატონო. ნუ ჩემ შემთხვევაში აი დავბრუნდები 1-20 წლით უკან გადახვევას გავაკეთებ. ამ ყველაფერში დამეხმარა მე სპორტი.
აი ეს დისციპლინა. სპორტი ძალიან კარგ უნარჩვევებს აყალიბებს ადამიანში და სულ რო არაფერი ვიძახი ხოლმე. ამბობენ რომ აი თუ არ გამოვიდეთ, თუ მონაცემები არ აქვს ადამიანს და ეს ვერ არის ხო სიტყვაზე კარგი ტანმოვარჯიში ან კარგი მძლეოსანი ან ნებისმიერი ხო სპორტის სახეობა რო ავიღოთ, იქ ყალიბდება დისციპლინა, იქ ყალიბდება დროის მენეჯმენტს სწავლობს, გინდა არ გინდა სპორტსმენი. ხო და სულ ვამბობ რომ აი სპორტზე მე ყველას ვურჩევ რომ ატარონ ბავშვები, არა იმიტომ რომ ვიღაცამ ხო მარტო მედლისთვის ხო არ დავდივართ იქ. ეს არის ძალიან კარგი ადამიანის ჩამოყალიბება, მით უმეტეს აი დღეს თანამედროვე ჩვენს ყოფაში ეს თვისებები გახდა უძვირფასესი. აი მართლა ფასი არა აქვს ამ დროის სწორ მენეჯმენტს, გამძლეობას, მოთმინებას, დისციპლინას, ხო, რო გეტყვიან და უხეშად რო თქვა, თავი უნდა ჩახარო, გააკეთო. მე ეს აუცილებლად ფასდება და ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ თუ კარგი სპორტსმენი ვერა, კარგი მოქალაქე ყოველთვის გამოდის სპორტული დარბაზიდან ადამიანი და იქიდან დაიწყო ჩემთანაც ყველაფერი. მე ვისწავლე დროის სწორი მენეჯმენტი. მე ვისწავლე, რომ შრომის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ აღწევს. ეს 2x2 4-ია. კი, არსებობს რა თქმა უნდა გამართლება და ინდივიდუალური შემთხვევები და მეც ძალიან გამიმართლა, როდესაც მოვიგე პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავები, მაგრამ დიდი შრომა აუცილებელია და სპორტი ამას აჩვევს. მერე აი ეს დროის სწორი გადანაწილება, ხო, აი ეს ვიცოდი რომ დილას შვიცარზე თუ არ ავდგები, ვერ მოვასწრებ ბევრ საქმეს, ვერ მოვასწრებ იგივე მე ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მემუშავა და ძალიან ბევრ კასტინგზე ვიარე, ძალიან ბევრი უარი მივიღე, იქ ენის ბარიერი იყო, იქ რაღაცა მეტყველების, ხო, იქ რაღაცა სწორად ჯდომის თუ ნებისმიერი ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ არ ვნებდებოდი, აქაც ძალიან დამეხმარა სპორტი და ეს ჩვევები, რაც სპორტში გამოვიმუშავე. ბევრი გულისტკენად სხვათა შორის, რასაც დღეს ბავშვები ვერ ეგუებიან და სულ ვამბობ, რომ ამის გარეშე არაფერი არ მოდის, დიახ და აი ნახოთ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეხლა ილიაზე ბევრად მარტივი იყო, ნამდვილად მე ვარჯიშობდი, ძალიან კარგად ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა, ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ვიყავი მზად, ანასტასია და ნიკოლოზი სახში უკვე დიდები არიან და თვითონ დილას დგებიან სკოლაში, დადიან მათ ნაკლები, ასე ვთქვათ, ყურადღება ჭირდებათ. ყურადღება არ ჭირდებათ ნაკლები, მაგრამ დროის ამბავში უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა და ეხლა რაც გვყავს ილია, ის არის წლის და 3 თვის. მე ვეღარ ვასწრებ ამდენ ვარჯიშს, რა თქმა უნდა, დრო ამისთვის არ მრჩება, არც იმისთვის, რომ ისე ვიკვებო, როგორც მაგალითად ილიაზე ვიკვებებოდი და რასაც მოვასწრებ ხოლმე, ან როცა მოვასწრებ, მაშინ ვიკვებები. თუმცა, რაღაცა ალტერნატივა ვიპოვე, მაგალითად ილიას ველოსიპედით რო ვასეირნებ ხოლმე, იგივე, ეტლია და კარგი მძიმეა, აღმართზე ავდივარ ხოლმე, რომ იგივე ვარჯიში იყოს ფეხებისთვის და რაღაც ჩანაცვლებები თავისთავად ვუპოვე. აუცილებელი თქვა სატრენაჟერო დარბაზში, არამედ ჩვეულებრივ ყოფაში შეიძლება რომ გამოძებნო რაღაც ხერხები, სეირნობის დროსაც საქმეც ხდება. კი, იგივე სახლში ფუსფუსის დროსაც შესაძლებელი არის რომ თავისთავად გამონახო რაღაც გარკვეული სახეობა, ასე ვთქვათ, რომ შენი სხეული ფორმაში იყოს. აი რაც შეეხება ბავშვებს, რაც შეეხება შვილებს და რაც შეეხება თქვენს ახსაზრდელებს, როგორ უყალიბებთ და როგორ უვითარებთ მათ აი ამ თავარ თვისებებს, რომელიც შემდგომში დაეხმარებათ მათ ცხოვრების მანძილზე. მე ვითვალისწინებ ჩემი მწვრთნელების და ჩემი პედაგოგების ნათქვამს, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო და მაშინ როგორც წესი ვერ ხვდებით ხოლმე ამას, მაგრამ აი ეხლა ნამდვილად ძალიან ვაფასებ ქალბატონი ნელი სალაძე, ელისო ბედოშვილი, თინათი ნადირაშვილი, ჩვენი ქორეოგრაფები, უამრავი ადამიანი იყო, რომელმაც აი ბევრი ლაპარაკი ეს აუცილებლად ილექება ბავშვებში და ჩვენთანაც შეიძლება 10 ჯერ უთხრა და ვერ გაიგოს, ხო და ამბობენ ხოლმე რომ ამას არ ისმის, არ უნდა, არ არის ასე. შეიძლება არ უნდა და ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც არ გვინდა, მაგრამ აუცილებლად ბევრი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ისტორია, მესიჯის თქმა. ეს ყველაფერი ილექება ბავშვის თავში და შეიძლება 2, 5, 6 წელიწადში მოიტანოს შედეგი, ხო? ამიტომ ვცდილობ ბევრჯერ ავუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აი ძალიან კარგი ბავშვები გვყავს, მე ძალიან მიხარია, როდესაც აი ვხედავ შედეგს, როგორ შეიცვალა, ხო, ეს თითოეული მათგანი. განსაკუთრებით ამაზე შეკრებები მოქმედებს ხოლმე, მშობლებიც იძახიან, რომ რა უქენით 10 დღეში რა მოხდა. არა და სინამდვილეში ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. უბრალოდ ხვდებიან იმ ადგილას, სადაც ადამიანი ძალიან კარგად იზრდება, მენტალურად ყალიბდება, ხედავს შედარებით
ყველაფერს, ხო, შედარება ხო ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო. აი ასე როგორ არის და წესრიგით როგორ არის ყველაფერი, ცოტა ძალის დატანებით რა შედეგი შეიძლება მოიტანო და ცოტა სიზარმაცით რა შედეგი შეიძლება მიიღო და აი ამიტომ როდესაც რაღაც გადაუშვი ყველაფერს და შედარების საშუალებას მიცემ ესეც ძალიან გვეხმარება. ვცდილობთ ყოველთვის შედარებაც ვაჩვენოთ ბავშვებს. რა თქმა უნდა, მეც ძალიან ბევრი მეშლება ხოლმე, მეც ვსწავლობ მათთან ერთად. შემდეგ ფსიქოლოგები გვირეკავენ ხოლმე ეს ბავშვები დღეს დადიან ფსიქოლოგებთან, მე მათგან ვიღებ რჩევებს და ყოველთვის ღია ვარ ასე რომ მივიღო რჩევები და მათთან ერთად ეს გავიარო, ვცადო, ახალ ხერხებს მივმართო. ვარ მკაცრი ასევე ვაღიარებ ამას. მაგრამ სიმკაცრის გარეშე მით უმეტეს ჩვენ სპორტის სახეობაში ხო არ გამოდის ძალიან ბევრი რამ. ჩვენი სპორტი არის დაუნდობელი, უნდა ივარჯიშო დღეში 7-8 საათი, მუდამ პირი უნდა გქონდეს ამოკერებული, როგორც ჩვენი მწვრთნელები ამბობდნენ და ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია, მაგრამ ყველა რა თქმა უნდა ვერ აღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი არავის არ ეგონოს რომ ბავშვს თუ არ გამოუვიდა სპორტულ კარიერაში რამე და მან დაანება 15 წლის თუ 16 წლის ასაკში სპორტს თავი, რომ მან ვერ მიაღწია წარმატებას. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აი, ჩემი მაგალითად მთავარი მიზანი იყო და ოცნება, რომ წავსულიყავი ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც სპორტსმენი. მაგრამ არ მოხდა ასე, ვერ წავედი. და სპორტს რო დავანებე თავი, რა თქმა უნდა, ბრაზიც მქონდა, ის შეგრძნებაც მქონდა, რომ ამდენი წელი ხوار დავკარგე, უბრალოდ ხوار დავკარგე, იმიტომ რომ ვერ ვისწავლე, აი ესეც კიდე ამასაც მინდა გავუსვა ხაზი თუ მოვასწრებთ. სკოლაში ვერ დადიხარ, ხო, 8 საათი რომ დარბაზში ხარ. ახლა ჩემ მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს და ისწავლოს სპორტსმენი, იმიტომ რომ განათლების გარეშე არაფერი არ გამოდის და თან ხვალ ჩვენ არ ვიცით ექნება თუ არა მას საშუალება გააგრძელოს სპორტი, ყველაფერი ხდება, ტრავმულია სპორტი და შეიძლება ყველაფერი ერთ დღეს დამსრულდეს, მაგრამ ხო, აუცილებლად ეს ყველაფერი წლების მერე გამოიღებს შედეგს, ეს შრომა, მოთმინება და დისციპლინა. მწვრთნელებზე და პედაგოგებზე ვისაუბრეთ. ქეთი აუცილებლად მინდა გკითხო შობლის და ზოგადად ოჯახის როლზე. რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მათი გამოცდილების მიღება, სად უნდა მოახვედროს კონკრეტულ ადგილას საკუთარი შვილი. ხო, თქვენ შესანიშნავი მაგალითი ხართ თქვენი შვილებისთვის ბუნებრივია. არ ვიცი რამდენად ვარ მაგალითი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი და არსებობს ესეთი თანამედროვე სპორტში ძალიან კარგი თეორია სამკუთხედს ეძახიან. შედეგი არ დგება თუ არ არის შერწყმული სამკუთხედი და ეს არის მშობელი, მწვრთნელი და სპორტსმენი. და აქ სამივე უნდა იყოს კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს და რაც მთავარია ნდობა. თუ სადმე ნდობა იკარგება, შეიძლება სპორტსმენს გქონდეს ყველა უნარი გახდეს ჩემპიონი. ან მწვრთნელს ყავდეს აღზრდილი, რა ვიცი, 10 ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ თუ სადღაც აი რომელიღაცა კუთხე დაზიანებულია, იქ შედეგი არასდროს არ დადგება და ეს ნამდვილად ასე მეც პრაქტიკაში. ფსიქოლოგებიც ახსენეთ ქეთი და ესეც მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიური კუთხით და თვალსაზრისით, სწორედ ეს ნდობა ალბათ, რომ ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი არის. იცით, აი ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ჩართულობა. ჩვენი შვილები ჩვენთვის რა თქმა უნდა ყოველთვის პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობელმა სწორად შეაფასოს ბავშვის შესაძლებლობა. შეიძლება ჩვენ ყოლია ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ იმდენად არ უნდა ბავშვს, რამდენადაც უნდა მშობელს. ამასაც ძალიან ვაფასებ და ესეც გამართლებულა ხანდახან, რომ აი 2 წელი მშობელი აწვევა ბავშვს, რომ არა უნდა, არა გააკეთებს, ხან წახალისებით, ხან ცოტა რაღაც აი მოსყიდვით, რომ აი გააკეთე და გიყიდით რაღაცას. თუმცა 2 წელიწადში მე ეს ბავშვი ისე შეცვლილა, იქონია პრაქტიკა, რომ თურმე მშობელი მართალი იყო, ანუ არ არსებობს, აი ერთი იდეალური არ არსებობს. ხანდახან პირიქით ეს ძალიან უშლის ხელს და ბავშვი ისე ინგრევა, რომ საერთოდ ჩვენი დანახვა აღარ უნდა და შემხედრია კიდევაც ქუჩაში ჩვენი ყოფილი მოსწავლეები და არც მომსალმებიან. და ამ თავიდან ბრაზდები, მაგრამ მე ამის ახსნას ვპოულობ მეც, რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ ჩვენ, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა თითქოს, ხო? ამიტომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა აი ამ სამკუთხედის, რომ მწვრთნელმა, მშობელმა, ბავშვმა ერთმანეთში ისაუბროს და მშობელიც, ხო, თუ არ ენდობა მწვრთნელს, აი იქ უკვე ძალიან რთულია.
მუშაობა. დიახ, თავისთავად კი ეს შემდგომი ბავშვეც აისახება. კი და ინგრევა ყველაფერი, მე ხო აი მთელი სისტემა ინგრევა. ძალიან დიდი მადლობა ქეთი მოგზანებისთვის, იმისათვის რომ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ ჩვენთან სტუმრად მოგზანდეთ, გვეწიოთ და შევები მოგცეთ. ძალიან მშვიდობებით. ნახოთ. ანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენც გემშვიდობებით აქვე, შეგახსენებთ რომ თქვენთვის ამ დროის განმავლობაში გეგინების წერდა და სოფიო გუჭავა მუშაობდით, ყველს მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველამდე.